უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან ერთად, რადიო იმედზე. საღამო მშვიდობის მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეთერშია გადაცემა ავანსცენა. მე ნიკოლოზ სულუკიძე გახლავართ და ჩვენ ტრადიციულად ყოველ სამშაბათს საღამოს ვიკრიბებით, რომ ვისაუბროთ ქართულ თეატრზე. თუმცა მე არ შემიძლია დავიწყო ჩემი გადაცემა და დიდი მწუხარება არ გამოთქვა ქართული კინოს ლეგენდარული მოღვაწის ბატონ ჯეზუ ჩხეიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით და მე რადიო იმედის სახელით უთანაგრძნობ გარდაცვლილის ოჯახს. ქართული თეატრი კი აგრძელებს წარმატებას, აი დღესაც ამ წუთებში მიმდინარეობს რუსთავის ქალთა კოლონიაში სპექტაკლის თეატრმა ციხეში შეაღწია და მე როგორც უკვე დავაანონსე, უბრალოდ გამცნეთ, ვისაუბროთ ქართულად, რუსთავის გიგალორსკიფანიძის სახელობის დრამატული თეატრი სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ათენიდან, მათ ჰქონდათ შეიძლება ითქვას ტრიუმფალური გასტროლები, იმიტომ რომ წარდგენილი იყო დავით ტურაშვილის ამავე სახელწოდების მიხედვით დადგმული პიესა დოდოს მოლოდინში, რომელიც თემატიკაც ასახავს იმ ქალბატონების ცხოვრებას, რომელიც საქართველოდან კარგი ცხოვრების გამო ნამდვილად არ არიან წასულები და იქიდან უკმაპურს უგზავნიან თავიანთ ოჯახის წევრებს. ჩვენთან დღეს სტუმრად არიან ამ სპექტაკლის მონაწილე მსახიობები, რუსთავის თეატრის მსახიობები და აუცილებლად ჩაგვერთვება საუბრის დროს ბატონი გოჩა კაპანაძე, რეჟისორი, ქალბატონი ლარისა ხაჭაპურიძე, ქალბატონი ვერიკო შოშიაშვილი, ქალბატონი ეკა ქრივიშვილი, ქალბატონი თამარ კანდელაკი არიან ჩვენთან სტუმრად. დიდი მადლობა ქალბატონებო მობრძანებისათვის და როგორც უხუცეს ქალბატონ ლარისას პირველად თქვენ შეგეკითხებით, როგორ დაგხვდათ ქართული საზოგადოება, აქ ჩამოდიან და ამბობენ, რომ იყვნენ სულ ქვეყნის და ჩვენ ხო ვიცით, რომ იქ უმეტესობა ქართველები იყვნენ და უფრო დიდი პატივი არ არის, რომ შენ ქართველებს მიუძღვნა და ითამაშო სპექტაკლი. რა თქმა უნდა. სანამ მაგ კითხვაზე პასუხს გაგცემთ, ნიკა, მინდა უპირველეს ყოვლისა თეატრს მინდა მიულოცო წარმატებული წელიწადი. ჩვენი თეატრი საქართველოს მასშტაბით პირველ ადგილზე გავიდა, პრემიერების რაოდენობით წელს დაიდგა 13 სპექტაკლი. ჩვენი თეატრის დირექტორი ლალი თაბაგარი და სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან სვანაძე ყოველ ხონს ხმარობენ, რათა შემოქმედებით ჯგუფს სამუშაო პირობები შეუქმნას. გვყავს გუბერნატორი პაატა ხიზანიშვილი, რომელიც დიდი თეატრალია და არც ერთ პრემიერას არ აკლდება. ჩვენი ამ ათენში წასვლაში ძალიან დიდი მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა დავით ჯიქიამ. გვერდში გიდგას აგრეთვე კულტურის განყოფილება. სპექტაკლი ფანტაზიები დათო ტურაშვილის პიესის დოდოს მოლოდინის მიხედვით დადგა სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა ცნობილმა რეჟისორმა გოჩა კაპანაძემ. მხატვრულად გააფორმა მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატმა ლომგულ მურუსიძემ. ლომგულ მურუსიძე ის მხატვარია, რომლის ფანტაზიებით შექმნილი დეკორაციები არა მარტო რუსთავის თეატრს, არამედ საქართველოს მრავალ თეატრს ამშვენებს. დააჯილდოვეს კიდევაც მიგი მოღვაწეობისას. პრემიერა შედგა რუსთავის თეატრში. სპექტაკლმა დიდი მოწონება და ინტერესი გამოიწვია, გადაიღო ტელევიზიამ, დაიდო Facebook-ზე და სწორედ Facebook-ზე დადებული ნახეს ჩვენმა თანამემამულებმა საბერძნეთში. შემდეგ იმდენად დაინტერესდნენ, რომ იქ არის სათვისტომოში მუშაობს ჩვენი თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებული ლიგია მუშკუდიანი, რომელიც ჩამოვიდა კონკრეტულ ჯგუფთან ერთად, ნახა ლაივში ჩვენი სპექტაკლი, ძალიან მოგვეწონა და მიგვიწვია. სპექტაკლი ამ გასტროლის სპეციალურად ახლებურად დადგა ბატონმა გოჩა კაპანაძემ და პრემიერა ჰქონდა 26 აპრილს, ამ წლის 26 აპრილს ათენში. სპექტაკლი წავიდა ანშლაგით. მაყურებლით გადაჭედილი დარბაზი, აი სუნთქვაც კი არ ისმოდა, კი არ იცრემლებოდნენ, ან კი არ ქვითინებდნენ. აი ტიროდნენ, გულამოსყნილები ტიროდნენ, ვინაიდან არ იყო იქ არც ერთი ადამიანი დარბაზში მყოფი, რომელსაც ეს თემა არ შეხებოდა. იცით რა მტკინეულ თემაზეც არის, ეს არის ქართველები, რომლებიც წასული არიან იქ და არა ადამიანურ შრომის ფასად იღებენ იმ ორ კაპიკს, რომლებსაც
საქართველოში უგზავნიან ოჯახებს და მოხუცებს, ბავშვებს და გაუსაძლისია. მაგალითად ჩვენ სპექტაკლზე რამდენიმე ვერ მოვიდა, ვინაიდან მათმა კირიამ, კირი არის მე პატრონი, რომელიც სახსურს უვლიანეს ჩვენი ქართველები არ გამოუშვეს და როდესაც ჩვენ ვხედავდნენ გული უჩვილდებოდა და ტიროდნენ, რომ იმდენად უნდათ ჩვენთან მოსვლა. დარბაზი და იმ ანშლაგით წავიდა და დარბაზი და სცენა ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდი მადლობა ესეთი ამომწურავი პასუხისათვის და ქალბატონ ვერიკო, აი დამოკიდებულება ალბათ იქ საქართველოშიც მე ვიცი რომ საქართველოს ფარგლებითაც რამდენიმე ქალაქში ითამაშეთ ეს სპექტაკლი, კასპში იყავით, ხო, აი რა დამოკიდებულებით დაგხვდათ იქ და როგორი არის, როდესაც თავარი პროტოტიპები, ტრანსფორმაციის ხარონი უყურებენ თავიანთ თავზე დადგმულ და დაწერილ სპექტაკლს. იცით ბატონო ნიკა, ჩვენ როდესაც ჩავედით ათენში, მთელი ათენის ქართველობამ იცოდა, რომ ჩვენ უნდა ჩავსულიყავით. პირველ დღეს დავისვენეთ და გამოვედით ქუჩაში. გავისეირნეთ ასე რომ ვთქვათ, ხო, პატარა ექსკურსია მოვაწყეთ, იმიტომ რომ ჩვენ უნდა გაგვეცნო ქალაქი, აი ესე ის ადგილები მაინც რომ არ დავკარგულიყავით. ხალხი ქუჩაში ხვდებოდა ქართველები, თქვენ მსახიობები ხო? აი ესე გვეკითხებდნენ, თქვენ მსახიობები ხართ? იცით რა, აი ძალიან მინდა თქვენი სპექტაკლის ნახვა, მაგრამ არ მიშვებს ჩემი კირია. და აი ესეთი დამოკიდებულება იყო, ესეთი გულდაწყვეტილები. შემდეგ ვნახეთ ძალიან ბევრი ნაცნობები. თითქმის 20 წლის უნახავი ნაცნობები ვნახეთ, აი გადახვეწილები, კი. ბატონო ნიკა, მე პირადად ძალიან დიდი ტკივილით წამოვედი იქიდან. მე მათი ცრემლები არ დამავიწყდება. მე ვნახე ქალბატონები, რომლებიც აი როგორც კი შევხედე, აი ეს ლექსი გამახსენდა, შენ საქართველოს დედოფლობა დაგმშვენდებოდა და რარიგად დაგმშვენდებოდა, ულამაზესი ქალბატონები, უგანათლებულესი ქალბატონები და ესეთ სამსახურებში იყვნენ ძალიან დამამცირებელი. იცით რა, არ არის შრომა არანაირი დამამცირებელი, მაგრამ ისეთი რაღაცები გაიხსენეს, მე დიდი ტკივილით წამოვედი, იქ ვნახე ქალბატონი ფატი ცინცაძე. ნუ მე საქართველოში ხმამაღლა ვიტყვი, რომ ასეთი ქალბატონი არ მინახავს. ულამაზესი, უგანათლებულესი ქალბატონი, რომ შეხედავთ, იცით, იტყვით, რომ ეს ქალბატონი უნდა იყოს ან პრემიერ-მინისტრი, ან ელჩი. ხო, შენი ქვეყნის სახე უნდა იყოს ეს ქალბატონი და ვიღებდი ამ ყველაფერს და როდესაც მოვდიოდით და ამ ქალბატონს უღებდი, მე ვტიროდი მის მონაყოლზე და ასეთი სიტყვებით გამომაცილა, ვერიკო, რატომ ტირი ხარ? შენ საქართველოში მიდიხარ. ეს სიტყვები მე არასოდეს არ დამავიწყდება. შემდეგ ქუჩებში თვითონ ათენელები, ბერძნები ქუჩაში ხვდებოდნენ და აივნებზე ყვავილები აქვთ, ხო იცით ახლა როგორი ქალაქია ათენი, ულამაზესი და ვინც გწნობდა გვეძახდნენ, ყვავილებს კრებდნენ, ასე აივნებიდან გვესროდნენ. მე ასეთი რაღაცას ნამდვილად არ ველოდი და ვეც წარმოვიდგენდი. ძალიან მიხარია და კარგი რომ ეს ყველაფერი გადაღებულია და აჩვენებთ. ჩვენ ახლა სულ ცოტა ხნით შევისვენოთ და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. ავასცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ვაგრძელებთ საუბარს და ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში გვერდებოდა რეჟისორი გოჩა კაპანაძე, რომელიც ბრძანდებოდა ათენში და თვითონ დაესწრო მისივე სპექტაკლის ჩვენებას. გოჩა, საღამშვიდობის. ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ ჩვენს გადაცემაში მონაწილეობას და იმ მსახიობების საოცარ ისტორიებს ყვებიან თუ როგორი მტკივნეული და სევდანარევი კომედია გიყვარს შენ ეს სინთეზი ორი სიტყვის ასე აქვენ ხოლმე სპექტაკლი სევდანარევი კომედია გამოვიდა მე მგონი თქვენი მოგზაურობასავით როგორ დაგხვდნენ იქ ქართველები და როგორი წარმატებული პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოიწვიეთ და ის რაღაც ნაწილი და ძალიან კარგია რომ ესეთი ყურადღება ყოველთვის იჩენ რუსთავის თეატრის მიმართ და არა მარტო რუსთავის თეატრის მიმართ, ამისათვის დიდი მადლობა შენ თავად. რაც შეეხება დახვედრას, პირველი შოკი ის იყო, როდესაც გამოვედი აეროპორტიდან, დიდი წარწერით დამხვდნენ გოჩა, ვიყვარხართ ათენელი ქართველები და ეს იყო მართლა ძალიან დიდი ესეთი განაცხადი, ძალიან ემოციური პრეპეტიცია იყო და იყო მართლა ძალიან ემოციური სპექტაკლით გამოვიდა სიცოცხლე მათგანი გამორჩეულად
ხაზგასმულად გამორჩეულად თამაშობდა და სცენა არ ყოფილა რომ 2-3 დიდი აპლოდისმენტები არ ყოფილიყო და როდესაც ერთ-ერთი სპექტაკლი დამთავრდა და მოვიდა ერთი ქალბატონი და მეცხარე ჩვენო მაინცო გეგონა რომ ეს იქნებოდა თითქოს რაღაც ხალისიანი კომედია რომელიცაც ქართველები აი ამ თემაზე ასეთ სლენგზე ვიღადაობენ და უცებ რომ მივხვდი რომ 5 წუთის შემდეგ თურმე ეს არის თითოეული ჩვენთაგანი ტკივილი ტრაგედია მონოლოგების სახით გადმოცემული და დიალოგების სახით მაშინ მივხვდი რომ ქართული თეატრი თურმე ძალიან ტკივარ ძალიან სულიერება გვაკლია და მაინც ჩვენზე ფიქრობთ და ეს იმდენად დიდი ემოციური მოხდი იყო თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ ვიღაცებს საქართველოს მათ შორის ვახსოვართ და არა ვართ მათთვის ჩვეულებრივი ემიგრანტები რომ ეს ყველაზე დიდი მათთვის სათქმელი ამ სპექტაკლიდან. მე ვიტყოდი რომ ხალხურები ძალიან კარგი სცენოგრაფია იყო ბატონი გულმურსიძის, დოსტოევსკის ქეთიციშვილის და მთლიანობაში მთელმა დასმა, მთლიანად მთელმა თეატრმა ახლა ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა და მე მინდა ყველა თითოეულ მაგას მადლობა უთხრა, იმიტომ რომ ეს იყო კიდევ ერთხელ არა მარტო რუსთავის თეატრის გრიგოლ სტეფანიძის სახელობის თეატრის, არამედ ძალიან ქართული თეატრის გამარჯვება და მე კიდევ ერთი რამ დამარწმუნა ამ გასულმა, რომ ქართული თეატრი ყოველთვის გამორჩეულია და მე ვიტყოდი თავი რეჟისორი მოვიდა სპექტაკლზე და გითხრა რომ ამ თეატრში ამ თეატრის მაყურებელი რაღაცას არ ყოფილა ერთ-ერთი მეორეც ეს იყო რაღაც ზეიმი მთლიანად და მათ ენა არ ჭირდებოდა ბერძნებმა გითხრას რომ ეს ცოდნათაც რაც ხდებოდა და მესამე ის იყო რომ ესეთი კარგი მაყურებელი რომელიც გასუსული და სულ განაბული გუსმენა და განიცდია თითოეულ სიტყვას იშვიათად ხავდა მას ნანახი საბერძნეთში. დიდი მადლობა გოჩა ასეთი ამოწორავი პასუხისათვის მე რადიო მსმენელებს შევახსენებ რომ გოჩა კაპანაძე გვერდებოდა ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში და საუბრობთ სპექტაკლზე დოდოს მოლოდიში რომელიც პრემიერა შედგა საქართველოში მაგრამ ჩვენება იყო რუსთავში. ქალბატონო ეკა აი როგორი დამოკიდებულება აქვთ თეატრისადმი აი ერთია იქ არ არიან განებირებულები რომ თეატრში ხშირად ჩავიდნენ როგორ შეგხვდნენ მე არ გულისხმობ ქუჩაში და თვითონ პრობლემისადმი და აქვე მინდა კითხოთ მე ყველას დაგისვათ ეს შეკითხვა აქ პიესაში ესეთი რამეა რომ აგზამის საწყალი ქალი და აქ ოჯახი რაში დახარჯონ და სად გაფლანგონ ეს ფული იმაზე არიან გამეცადინებულები და ეს თუ ენიშნათ იქაურ ქალბატონებს რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჯერ ძალიან დიდი მადლობა მინდა მოუხადო თვითონ ბატონ გოჩას, იმიტომ რომ ბატონი გოჩა კაპანაძე იყო რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელმაც 8 საუკეთესო სპექტაკლი აჩუქა რუსთავის თეატრს და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა და სიხარული, რომ თვითონ ბატონი გოჩა კაპანაძის სპექტაკლი წავიდა საბერძნეთში და კონკრეტულად ათენში 26 აპრილს შედგა საკმაოდ საინტერესო, ძალიან მაგარი პრემიერა. რომელმაც ჩემმა კოლეგებმა ძალიან კარგად აღნიშნეს, რომ სრული ანშლაგით ჩაიარა. და აქვე მინდა დავძინო ის, რომ ძალიან ბევრი საინტერესო წარმოდგენები გამართულა, მაგრამ ასეთი სიჩუმე, აბსოლუტური სიჩუმე, როგორიც ამ სპექტაკლს ჰქონდა, არც ერთ წარმოდგენას არ ქონია, არც ერთ კონცერტს არ ქონია. ყველა ტიროდა ქალბატონმა ლარისამ აღნიშნა, რომ ამის ცრემლები არ იყო, ეს იყო ტკივილიანი, საკმაოდ ძალიან სევდიანი ცრემლი. დიდი მადლობა მინდა გადაუხადო სუყველას საბერძნეთში ამჟამად მყოფ ქალბატონებს, ქალბატონ ლიგია მუშკუდიანს, ქალბატონ მარინა გელოვანს, ძალიან თბილ, ძალიან გემრიელ ქალბატონებს, რომლებმაც მართლაც მთელი სული და გული ჩადეს, რომ აი ჩვენი სპექტაკლი რუსთავის თეატრი ასე წარმოჩენილიყო და ესე საინტერესოდ წარდგენილიყო საერთოდ ჩვენი თუნდაც საბერძნეთის ქართველი სათვისტომოს წინაშე. ეს იყო საოცარი განცდა. მე პირადად ჩემი პერსონაჟი უფრო კარგად დავინახე იმ მგზავრობის დროს, სადაც ის ქალბატონები, რომლებიც ჩვენთან ერთად მგზავრობდნენ, ეს იყო საოცარი ტკივილი, საოცარი განცდა, საოცარი ემოცია, რომელმაც მე ფაქტიურად უფრო ღრმად ჩამახედა ჩემი პერსონაჟის ცხოვრებაში, უფრო ნათლად დამანახა თუ რა მდგომარეობაში არიან ქართველები, ის ქართველები, რომლებიც ძალიან დიდი ტკივილით არიან წასულები, იმიტომ რომ აქ ნამდვილად ძალიან დიდი გაჭირვება, ძალიან დიდი უბედურება იყო, რის გამოც უმუშევრები დარჩნენ და იძულებულები გახდნენ, რომ ისინი წასულიყვნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. აი ასეთი პერსონაჟია თუნდაც ჩემი პერსონაჟი. მე ძალიან დიდი მადლობა მინდა ასევე
გადაუხადო თვითონ რუსთავის თეატრის დირექციას, დირექტორს, სამხატვრო ხელმძღვანელს, ქალაქის მერიას, იმ ქალბატონებს, ქალბატონ ფატის, სუყველას, აი სახელებიც უკვე იმდენად ემოციებში ვარ, რომ ნამდვილად აღარ მახსოვს და საოცარი გადაწყვეტა, რომელიც ამ სპექტაკლს ჰქონდა, ეს იყო, რომ ჩვენ, რომელიც ბატონი გოჩა კაპანაძის დამსახურებაა, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით, რომელსაც ამთავრებს ქალბატონი ნათელა მუხულიშვილი. მე ძალიან მინდა აქვე დავძინო, რომ აი ეს ქალბატონები, რომლებიც დღეს აი ეს ძალიან დიდი ტკივილით არიან, შრომობენ, ესე ჯაფაში არიან, მინდა რომ როცა დაბრუნდებიან საქართველოში, მე ამის იმედი მაქვს, მინდა რომ ძალიან ბედნიერები, ძალიან გახარებულები იყვნენ და უფლისგან დალოცვილები. დიდი მადლობა სუყველას. და მოდით ქალბატონ თამიკო, აქვე სანამ დაიწყებთ საუბარს, იქნებ ჩამოთვალოთ ის მსახიობები, ვინც მონაწილეობენ სპექტაკლში, რომ რაღაცა არ დაიჩაგნონ იმის გამო, რომ დღეს აქ არ არიან. ქალბატონი ნათელა მუხულიშვილი, მოგესალმებით. უღმესი მადლობა მოწვევისათვის. მე აი ძალიან აჟიტირებული ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ ნამდვილად, რომ მერგო წილად, რომ აი ღვთისგან ნამდვილად, რომ მე აი ამ არაჩვეულებრივ სპექტაკლში მივიღე მონაწილეობა და აი ეს ბედნიერება მხვდა, რომ მერგო წილად, რომ შემეგრძნო ეს ყველაფერი იმ ქვეყნად, ეს სიხარული. ჩვენს გვერდით იყო ქალბატონი ნათელა მუხულიშვილი, ირაკლი ბექაია, გიორგი ტყეშელაშვილი, არაჩვეულებრივი ადამიანები. მე ყველას მადლობას ვუხდი. აბსოლუტურად იმ ემიგრანტებს, იმ ჩემ მარინა გელოვანს, ლიგია მუშკუდიანს, რომელმაც უდიდესი სიყვარული დაიმსახურა ემიგრანტების, რომელიც მისი დამსახურებით გვეფერებოდა ჩვენ მთელი ათენის ემიგრანტები, აი ქუჩაში რო გამოვდიოდით, აი მე თვითონ ისეთი შეგრძნება მქონდა, ხელის გულზე მატარებდნენ მე პირადად. თითოეულ ჩვენთაგანს, აი არ ვიცი, აი მოგეხსენებათ ათენის ქუჩები და ათენის აი ეს შენობები ყვავილნარში არის და იცით და ყვავილები მოფრინავდა, აი იცით რა დღეში იყო მთელი ათენი ფეხზე იდგა, გვეფერებოდნენ, რა ვიცი, აი ეს ენით აუწერელი არის, ეს ტკივილი, სიხარული, ყველაფერი ერთმანეთში ნარევი იყო და მე უდიდესი ბედნიერი ვარ ნამდვილად, აი ამ ყველაფრის შეგრძნება, აი ვერ გამოვცემ ამ ყველაფერს, ენით აუწერელია ეს ჩემთვის, მე თვითონ ემოციური ადამიანი ვარ და იცით რა არის ეს თუ ვერ შეიგრძენდა შენი თვალი თუ ვერ ნახე ეს ძნელია ეს ენით ვერ გადმოცემა. არა, კარგია რომ ეს ყველაფერი გადაღებული არსებობს. გადაღებული არის ეს ყველაფერი და ყველაფერს ამას თქვენ თვითონ თქვენი თვალით იხილავთ ტელევიზიაში. ქალბატონ ვერიკო, აქვე სანამ გაირბინა ჩვენთვის განკუთვნილმა დრომ, იქნებ მითხრათ კიდეს რაღაცა იგეგმება, მე როგორც ვიცი, სიურპრიზად გასვლები და ბატონო ნიკა, კი ნამდვილად იგეგმება, იმიტომ რომ ჩემი Facebook-ი არის აფეთქებული ფაქტიურად. წერენ კანადიდან, ამერიკიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ვინც ნახა და სხვათა შორის ათენში, როდესაც ვითამაშეთ ეს სპექტაკლი, იქვე ქალბატონი იყო ამერიკიდან, ქართველი ემიგრანტი. ათენში იყო თავის შვილთან ჩამოსული და ეს ქალბატონი ესაუბრებოდა ტელეფონზე ვიღაცას ამერიკაში და ყური მოვკარი ასეთ სიტყვებს. მე ხალი არ ვიყო ეს სპექტაკლი თქვენ თუ არ გაჩვენოთო და დავინტერესდი ვინ იყო ეს ქალბატონი და ეს ქალბატონი ყოფილა თურმე ქართველ ემიგრანტთა რაღაც ფონდი ქონია და შეგპირდა რომ ამ სპექტაკლს აუცილებლად წავიღებთ ამერიკაში ღმერთმა ქნას. ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანდეთ ჩვენთან სტუმრად. მე მინდა გისურვოთ წარმატებები. ჩვენი სასტუმრო იყო წმინდა გიორგის ეკლესიის წინ. განთავსებული და მე და ბატონი გოჩა შევედით ამ ეკლესიაში და კარებში რომ შევედით ბატონი გოჩა მომიბრუნდა და მეუბნება მოდი ლარისაო მათი საქართველოში დაბრუნება ვთხოვოთ უფალსო. შევედით ავანთეთორიუმ სანთელი და ღმერთო დააბრუნე ჩემი ქართველები საქართველოში ჩურჩულებდა ბატონი გოჩა. მეც ვთქვი ღმერთო დააბრუნე ჩვენი ქართველები საქართველოში ბუტბუტებდი მეც და ღმერთმა აგვისმინოს ეს სურვილი რომ იქნებ მართლაც დაბრუნდნენ ისინი საქართველოში. საქართველოში უბრალოდ წელში გამართულებს და ბატონო ნიკაებს დავამატებ გუშინ სკაიპში ვისაუბრე მე ათენელ ზოგიერთ ქართველთან ვინც დავიმეგობრე და ისინი დღეს უსმენენ ამ გადაცემას ათენში და მე მინდა ეხლა მათ მივმართო თუ ამის საშუალება იქნება. ჩემო ქართველებო ძალიან მიყვარხართ,
ძალიან მალე მინდა რომ დაბრუნდეთ და ჩვენ ხელგაშლილები, გულგაშლილები, სიყვარულით შეგხვდებით, ჩამოდით თქვენს ქვეყანაში და აქ ლეწეთ ჩვენს კალოზე. დიდი მადლობა, აი ესე ამაღლებულად დავასრულოთ ეს ნაწილი. მე შეგახსენებ ძვირფას რადიომსმენელები, რომ რუსთავის დრამატული თეატრის მსახიობები იყვნენ ჩვენთან სტუმრად. სულ ცოტა ხანში სხვა სტუმრებთან ერთად გავაგრძელებთ საუბარს. დაგველოდეთ. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე. დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიომსმენელებო და ახლა ვაგრძელებთ საუბარს. ერთი ძალიან ნიჭიერი გოგონა მინდა გაგაცნოთ. სალომე გომელაური, რომელიც ჩვენთან სტუმრად არის. მოგესალმებით, როგორც ახარ. სალომე, რომელიც მხატვარი, როგორ ქვია ადამიანს, რომელიც მინანქარს აკეთებს? ალბათ სამკაულების დიზაინერი. სამკაულების დიზაინერი, რომლის სამკაულებიც გამოირჩევა და სალომე რო კითხო, საიდან გაგიჩნდა ტრანსფორმაცია, ალბათ უხერხული იქნება, იმიტომ რომ სალომე არის საქვეყნო ცნობილი მხატვრის, ბატონი ზურაბ გომელაურის ქალიშვილი და ალბათ როდესაც დედაც მხატვარი, მამაც მხატვარი სახელოსნოში. ბავშვობიდან ხელოვნებას ვიზიარები. ბავშვობიდან თვალწინ საღებავები, ფერები. თქვენ სახელოსნოში რო შეხვალ, მე მგონი მეც მხატვარო დავიწყო, გასაკვირველი იქნება, იქ ისეთი საოცრება ხდება, ხო? იდეა მუზა შეიძლება მოვიდეს აბსოლუტურად ნებისმიერი წიგნიდან, რომელიმე ნაწარმოებიდან, შთაბეჭდილება, რომელიმე კინოსი ან ფილმი. ამ პერსონაჟი მაინც ნახატმა. მამიკოს ნამუშევრებს თუ გამოუწევია შენთვის? ხშირად, საკმაოდ ხშირად. რაღაც ვაკეთებ ხოლმე სხვადასხვა ვარიანტს ნამუშევრებიდან. და რთულია თვითონ მინანქარი. მე ვიცი, იმიტომ რომ სკულპტურული სამუშაოა რაღაცა ვერცხლის გრაგნილები თუ ზაფებით ხო? ჭირდება შრომა, ბევრი შრომა ჭირდება. მაგრამ როცა არის სურვილი და სიყვარული ამ საქმეს ყველაფერი მარტივად გამოდის. მე მგონი, იმიტომ რომ შენ ისეთი ნამუშევრები გაქვს, რომ მე აღფრთოვანდი, როდესაც ნახე. სალომე, რა მინდა კითხო? აი მაგალითად რატო გადაწყვიტე რომ მანამდე მინანქარში გემუშავა და მაგრამ არ გამოსულიყო მხატვარი. მე როგორც ვიცი შენ გინდა რომ მე ტანსაცმლის დიზაინზე მუშაობდი, მაგრამ ყველაფერი იყო სამკაულებით მოცული და სამკაულებით შემკული, ასე ვთქვათ. მაგრამ რაღაცა ესე მოხდა, რომ მაინც ჯერჯერობით სამკაულებზე შევეცდები. აი, როდესაც რაღაც პრობლემები აქვს, მოგხსენება ჩვენს რეალობაში, დებრესია ხშირად აქვს ხოლმე ადამიანს, ფსიქოლოგები ურჩევენ, იქნება აი სამკაულები მოამზადო რაღაცა და იქ შავი პური გაახმეურნებიან და ფერადი ჩხილის ვაკი. ძალიან ამშვიდებს და ძალიან განწყობას ქმნის სხვანაირს და დადებით. აი, შეგიძლია ურჩიო რადიომსმენელებს სახლის პირობებში რაიმე ლამაზი სამკაული რომ მოამზადონ თუ მაინც ჭირდება სპეციალური ცოდნა ამ ყველაფერს? შეიძლება რაღაცა კერამიკის მასალისგან გაკეთდეს სამკაული. სხვადასხვა მეტალისგან შეიძლება, ეს არ არის აუცილებელი იყოს ძვირფასი, შეიძლება მოინახოს სხვადასხვა ნახევრად ძვირფასი ქვები და მისგან რაღაცა ესეთი სამკაულის გაკეთება. მაინც რა არის ფერების შეხამების სწორი ცოდნა თუ ალბათ რაღაც ემოცია, განწყობა თუ რა არის აუცილებელი? მე ძალიან მიყვარს თბილი ფერები. მიყვარს შავთეთრი. ძალიან უხდება ტიხრულ მინანქარს შავთეთრი. რაღაც კონტრასტი გამოდის ესეთი და საინტერესო. იდეა შეიძლება იყოს არ ვიცი, ნებისმიერი ნივთისგან და ის მერე გადაიქცეს სამკაულად. აბსოლუტურად ნებისმიერი. აი მაგალითად მე არა მომდის თვალებიდან, როდესაც პირველად ვნახე შენი მატარებელი. ეს არის საოცარი რაღაცა მატარებელი თავის ვაგონებით და ბორბლებით, ამ სხვადასხვა ფერის მოგზაურობა და რაღაცა ეს არა მომინდა რომ იმ მატარებელში მეცხოვრა და მე მოგზაურა იმ ფერადოვანი მატარებელი. ეს იდეა საიდან გაგიჩნდა? სამკაული ალბათ იქნება ადამიანისთვის, ხო, ქალბატონისთვის, ხშირ შემთხვევაში. კონკრეტულად ერთისთვის თუ ზოგადად? აუცილებლად ფიქრობ ხოლმე, როგორი შეიძლება იყოს ეს ქალბატონი. როგორი რა პროფესიის შეიძლება იყოს ეს ქალბატონი, რა დანიშნულება ჰქონდეს, სად უნდა გაიგეთოს ეს, რომელსაც ის შემდეგ სამკაულს შეუხამებს. და ამის მიხედვით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იდეა, ჩემი მუზა, გემოვნება, ფერები, მაგრამ აუცილებლად ვფიქრობ და ჩემს უფრო საინტერესოა
ქალბატონის ტიპაჟთან შეფარდებით შეხამებით. ანუ კონკრეტულად მორგება მასზე. სალომე, ამ როცა მუშაობ, შენ ძალიან ახალგაზრდა ხარ, მაგრამ საკმაოდ სერიოზული განაცხადი გაქვს. ხო არ აპირებ, რომ ან გამოფენა გააკეთო, ან რაღაცა. გეკმა, რა თქმა უნდა, გეკმა. მაგრამ ისე ხდება, რომ ზოგიერთ ხშირად შეძენა ხდება ამ სამყაროების და რაღაცა ვცდილობ შევაგროვო, მაგრამ რაღაც ელები ადვილად, მაგალითად მხატვრებს ზოგ შემთხვევაში იცი აი რომ მოწონთ რომ უხარიათ, რომ იმას უკეთია რაღაცა ეს ჩემთვისაც სასიხარულოა. აი მაგალითად ერთი სამკაულის გაკეთებას რამდენი ხანი ჭირდება დაახლოებით? დრო ჭირდება, თვეზე მეტი ჭირდება, ორ თვეზე მეტი ზოგიერთ ნამუშევარს. ანუ ის უნდა გაშრეს, შედუხდეს, მერე რაღაცა ცეცხლზე ხო? ეს ყველაფერი მთელი ტექნიკა. უნდა მომზადდეს ჯერ მასალა, ვერცხლში თუ მზადდება, ვერცხლის მასალა უნდა მომზადდეს, შემდეგ ფერები შეირჩეს და სხვა პროცესი არის, სადაც ხანგრძლივი ამის. ორი თვე, ესე იგი ყველაზე ძნელი და დიდი ხნის ლოდინი 9 თვე ბავშვი ხდება და მერე ესე იგი 2 თვე საკმაოდ დიდი დროა, როდესაც სამაგერად ძალიან დიდი სიამოვნება, როცა ეს სრულდება და გამოდის ექსპერიმენტი, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში არ ვიცი როგორი გამოფერები. იმიტომ რომ ეს როცა ღუმელში კეთდება, თვითონ პროცესი არის სხვადასხვანაირი. წინასწარ დაახლოებით როგორ ვიცით ფილიფერები, ციფრები, მაგრამ მაინც ექსპერიმენტის დონეზე არის როგორი გამოვა. ეს ყველაფერი ალბათ დაუსადების და პრაქტიკის შედეგია, რომ იცოდე ადამიანმა რა ფერი რას შეუხარდა. ჭირდება დრო და ცოტათი გამოცდილებაც ალბათ. აი რატომ გონია რომ შენი ნივთებით ძალიან საინტერესო იქნება რაღაცა კინო მხატვრობაში როცა ან თეატრალურ მხატვრობაში ხო გიცდია? არ მიცდია, მაგრამ ფიქრობ ამაზე? სურვილი მაქვს. ძალიან საინტერესო იქნება კოსტიუმებთან, თეატრალურ კოსტიუმების მორთვა, ასე ვთქვი. მithumetes ესეთი მრჩეველთა საბჭო ყავს ოჯახში, რომელიც საოცრად მოგეხმარება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ცადო კარგად გამოგივა და ჩვენ გადაცემაში მე უკვე მოხარ როგორც თეატრალური მხატვარი, ხო? შეიძლება. სიამოვნებაა იქნება. ხატვით თუ ხატავ? ხატავ ესკიზებს. ესკიზებს, ასწავლდება შენს პროფესიას. ესკიზებს. ბავშვობიდან ხატავ. ზურა როგორ აფასებს შენ შემოქმედებას? კაცრი ხო არა? არა, რაღაცა მეგობრულად და ესე ერთმანეთის რჩევებში და ერთმანეთის შენ საძლევს რჩევებს და თვითონაც ხო? ხანდახან ესეთ შემთხვევებიც არის. ვისარგებლობ შემთხვევით რამე თუ ზურა თულად მოსატყუებელი ეთერში ხო არ აპირებს რაიმე პერსონალურ გამოფენას? ჯერჯერ ცოტა ხნის წინ ქონდა და საკრებულოს შენობაში და ალბათ შემოდგომისთვის ალბათ უფრო ზაფხული მაინც ესეთი სეზონია რომ უნდა იმუშაო ცოტა დაისვენო. წინე შემოდგომით ხო წიწილებს ითვლიან და ამით მხატვრის წიწილებიც ნახატებია. მე მაგალითად აი დანაშაულად მიმაჩნია რომ ზურას ნამუშევრის კატალოგი არ არსებობს, იმიტომ რომ ეს თვითონ უწმინდესმა ბრძანა რომ ყველა ქართველის ოჯახში უნდა იყოს რომ შეხედოს და ხალისი და ბედნიერება მოუტანოს თითოეულ ქართველის ოჯახსო. კატალოგი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეს საოცარი ნამუშევრები მისი ერთად იყოს თავმოყრილი. შენ ხო არ გიფიქრია მამიკოს ამ პიარ მენეჯერი ან არტ მენეჯერი? მე ვითავსებ ასე ვთქვათ, ამ პროფესიასაც პარალელურად ვითავსებ. ამეგობრდეთ მე და შენ ამ საქმეში ხო, იმიტომ რომ თვითონ ამას არ აქცევს ყურადღებას საერთოდ. თვითონ ჩართულია თავის საქმეში, რომ შეუძლებელია, მე ვერ წარმომიდგენია, რომ ის აკეთებდეს ორივეს ერთად. თქვენ სახელოსნო ეზო ულამაზესი ხო? იქ ქმნის შენს თუ შენ ცალკე გაქვს? არა, მეც ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად კომფორტულად ერთ ოთახშიც ასე ვთქვათ შენივრად. მე ვიცი ხელოვანები, რომლებიც ერთად ცხოვრობენ, მაგრამ ხოცავენ ერთმანეთს, ან ერთ სახელოსნოში, ან მსახიობები, ან მხატვრები და ჩვენ ასე არის. მე როდესაც ესკიზებზე მუშაობდი, ჩვენ ერთმანეთს აღებავებს ვუყობდით. ანუ ერთი თხილის გულს როცა სალომე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა. მადლობა მოწვევისთვის პირიქით თქვენ. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი რადიო მსმენელები დაინტერესდებიან და შენი შემოქმედების გულშემატკივრები გახდებიან. სალომე გომელაური იყო ჩვენთან. სტუმრად ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე გემშვიდობებით მომავალ სამშაბათამდე. ხვალ დილით კი დილის ეთერს ნუკა მარგველაშვილთან ერთად გავუძღვები. კარგად გრძანდებოდეთ. ნახვამდის. ავანსცენა
ნიკა წულუკიძესთან ერთად რადიო იმედზე.